გადი გარეთ, გადი. გაუმარჯოს. დღე მშვიდობის. შეცაკლია 5 წუთი წესით ამ დროს მოდივარ ხოლმე სახლში, მაგრამ დაახლოებით 2 საათი მაინც არის, რომ რაც სახლში ვარ. პირსაწმენდი მე ფარათავზე. 2 საათია ზუსტად პირსაწმენდი მაფეარია თავზე, რომ ანუ ეგ ვიყავი რა. და ძალიან ქარი არ ვიცი გესმით თუ არა, ხო ისეთი ქარია, რომ შუქიც ჩაქრო, მაგრამ რა ვიცი, ზოგადად ხან ქარი არ არის ხოლმე შუქს რომ მაინც აქრო. ხო და მე ხო ფენს არ ავხმარობ და თან როდესაც რაღაცა საქმე მაქვს ხოლმე ფენისთვის დროს არ უკარგავ. და მე მიჩვენე ხო პირსაწმენდით ვიარო რომ არ შემცირდეს, იმიტომ ფენით რომ მაინც გავიშრობ ხოლმე ხო ვიკრავ და მაინც ისე მიწევს ხოლმე და ანუ ქუდს ხარ დავიფარე და მიჩვენე ხოლმე ესე სახში ვიარო ხო და ეხლა მოვიხსენე რადგან ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე და სავარცხნი მაქვს. დიდათაც არ მგონია ვინმე მაგაზე გამიგიჟდეს. უბრალოდ ცოტა ესე ვიზავ და ისე ჩავწერ ვიდეოს, შუქი ჩაქრავ. დიდათ რო გითხრათ ამ წამს შუქი არ მჭირდება, მე დამჭირდება ვიდეოს ასატვირთად. რაც მოველი არ დამჯდა რომ არ იმიტომ რომ რაღაცები იყო საქმე და მირჩენია ხოლმე რომ იტყვიან აი როდესაც გაქაკრეფილი მაგ დროს გააკეთა ყველაფერი და იმიტომ რომ თუ საკმარისი ერთი დავჯექი და აი მოდუნდა მთელი სხეული იქ არის დამთავრებული ყველაფერი. ხო და ვინაიდან და რადგანაც ერთი კვირის წინ შევპირდი ხინკალის გაკეთებას. ნახე კუჭირ მანიკურები მეწვა. დილასაც მესვა ვიდეოში. ეხლა ამისი. ხო და რადგან შევპირდი ხინკალის გაკეთებას და ისეთი დრო იყო რომ არ ნაშეს რო უთხარი რომ საყინული და მეთქი ხორცი ამოვიღოთ თქო და გავაკეთებ ხინკალს მეთქი დაფარშს გავაკეთებ და სანამ გალხვებაო რა ანუ ვერ მოვასწარი რა ამ წინა დღეს თუ ამოვიღო ის მოკლედ ხო და რადგან ნინოს შევპირდი არ შევპირებულ არ ვიცი რომ უნდა ხინკალი გადავწყვიტე რომ გავაკეთო ოღონდ კარტოშკასი უზომოდ უყვარს ესეც ძალიან ცოტა კარტოფილი მქონდა, მაგრამ აქ შირაც იყო სული ხმარე ახლა. ხა გარიშის მომეშ დავდებ და კარტოფილი ფულს აღკროვებ. ძაღლი. სანამ ვიღაცა დამიწეს ხელები დაიბანეო, დამაცადეს ერთ წუთი დავდგა ისევ ფანჯრის გარედან ვდგავ რომ გაგრეიდეს, რადგან უკვე ვაპირებ დაწყებას. ხოდამდე მე მოვა რა ისა შუქი, რომ სასრუტი ჩავთა. რადგან ეგ საქმეც გასაკეთებელი აქვს. სად არის ისა? Kogo santa? Kogo santa? Kogo? Kas aptqelebeli sada? Ne ayakhay. Sunele videoze. Sanam ვიღაცა დონესტოსიანი მეტყვის რომ ეგ სუნელებიო დადეო, ჩადეო ბანკებშიო. ბანკებში მაქვს. ეგ არის მარაგი რა და იყოს ერთი. მოვახერხებ რაღაცას. სოფოს ნაყიდებია ეს. ჩემთან რო იყვნენ ფატუნია და სოფო და ეხლა რომ სხვა უნდა მეთქვა შემწყდნენ მეთქი გულიდან მომწყდნენ მეთქი ანუ ეგ ნიშნავს იმას რომ სანამ ახსნა განმარტებას მოვთხოვთ როდი ხანი არ ყოფილა ჩემთან იმიტომ რომ სოფო მუშაობს და საკმაოდ დაკავებულია და ფატი კიდე ბორჯომში ხო და სინამდვილედ გითხრათ აპირებდა მაისში ამოსვლას ბარბარის დაბადების დღეზე სოფო მე მომწერა სიურპრიზად უნდა, მაგრამ კიდე კაი გავიგე და ვუთხარი რომ 31 მაისს ბარბარის დაბადების დღეს გახსოვთ რომ სოფელში დიდი ღონისძიება და კონცერტი იყო და
მეთქი სოფო ესეთი ამბავია და შეიძლება საღში არ დაგხვდეს იუბილარი თქო და მე როცა მოხერხებ ამოვიდი და მოკლედ. ხო და ჩემი გოგოს იდეა ესა და ვიყენებ. თასაკოთ კარგად. კარტოფილი მარცლა მარაგი რაც არ მქონდა იმით გავაკეთე და თან იცი როგორ იყო რო ღივდება კარტოფილები აი ეგენი. ხო და მოვაცილე რა ხალე ალბათ მოიწას ყველა მარაგს რაც ექნება რასაც საყიდელია მოკლედ. ხათო ნახეთ ეს ამ ჭიქას რაში ვიყენებ მიდგა წყალთან და დღეს უკვე ყოველ სამსახური რამე დავლია წყალი. ხო გვანცას აქვე ვეწყი მე მგონი გვანცას სწორად ვამბობს ანუ დამღალე ხარებს ვერ გეტყვი. ჭიქასთან დაკავშირებით ძალიან გაუცებულია თუ როგორ მოხდა ეს როგორ შეიძლება ან რო ითხოვოს ან ვიღაცამ რო წაიღოს საკუთარი კაფიდანო თუ რა გაქვს რა ვიცი აღარ მახსოვს ხელებს დავამტვრევ. წარმოვიდგინე კიდე ახლა ვარ მაგის იმაში და გუშინდელი სიტუაცია რო იყოს და როგორ მამტვრევს ხელებს. არაფერს არ გეტყვი. იქ უკვე კომენტარებში მოხწერე. დიდად გეწყინა ირონიულად ნუ წერო, მაგრამ ირონიულად არ ეგ არის ხუმრობა, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგ არის ურთიერთობა, როდესაც რაღაცას აკეთებ და ჯერ მოპარავს. ამ ხელა ქალი და ხუთი ჩემ ხელა კაცი კიდე, რომელსაც ჯიბიცა მოიღო ეგ. როგორ აგონია ხა ისე რო დავდექით და ისე გავწუნკალდით ესე ვთქვათ რომ დავიწყეთ იმის მოპარვა რა ქვია ჭიქებისა. ვიზუალურად მომეწონა და თვალში მომხვდა და ვუთხარით მენეჯერს ეს უნდა მოვიპაროდო მოკვდა გოგო სიცილით რა უნდა მოვიპაროდო მოდით რაღაცნაირად სიცილით თქვა ხო ხა დამავიწყდა და გვანცა შენთვის მე თქვა რომ ეს ჩვენი ბიჭები ვინც გუშინ იყვნენ ძალიან ხშირად არიან ხოლმე მან და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მაგ რესტორანთან ასე რომ ამინჯერე ურთიერთობა ჯობია ვიდრე ჭიქაზე დააკლა კაცი 1000 ექნება ეგ ჭიქა და 1000 ჭიქისას ამოიღებენ ეგენი გადასახადებით ასე რომ დაწყნარდი ძვირფასო დაჯდამილი საქმე გაგიკეთებიათ არ თან აი ესე რომ იწყებ კომენტარს თუ გინდა დამბლოკე აღარ აგბლოკავთ ხო ხედავ და თუ გინდა შენ უდაწერ ჰა თუ გინდა შენ დამბლოკე პრინციპ შენ დამბლოკე მე მგონი არა როგორ არის მე მგონი შეგიძლია რა დამბლოკე თუ გინდა ხო დერეს რაღაცა აიშლი ხოლმე ჰა ხო ეხა ეს სწრაფად რატო გავაკეთე იცით ეს უცბად გავაწყენი კაფო დავწქვენი და სანამ მოიხარშა ხახვიც მოგმარტო ხახს უშვები ხოლმე პილპილს ციცაკას და ცოტა ძირას ოდნავ ხან არ უშვები ხოლმე და ეხა რა ვიგატომაც წვანებს არ უშვები ხო და ერთი სიტყვით სანამ მოიხარშა შიფიც მოვიდა რა მაგარია მაგას მიუბრუნდი ახლა და იმიტომ გამწყვიტე სანამ ეს მოიხარშა მოვზილე მერე იქ ალუჩა იყო ჩამოყრილი ქარიკი იყო მაგრამ რაღაც ცუდად ეყარა ეზოში რამე რუმეები და ჩქარჩქარა მოვასუფთავე რა ზედმეტიები აი ძალიან დიდი ქაღალდი ჰქონდა რაღაცეები შემოტანილი პარკები და იქ მოვაშურო მე ჩავზილე უკვე სამჯერ მაქვს ეს ცოლი ჩაზელილი და ჩვილი არ უნდა იყოს ვერ ხმარობ ისე ვერ ვიყენებ ხინკრისები რომელიც ძალიან რბილია ხო ისიც დავდგირო ცოტა მოუხარშო გოგოებს და რაც გამოვა კიდე ბიჭები მე ჩემ თავს პირობა მივეცი რომ მივეხმარებ იმაში რომ მართლა ჩავდგე ცოტა ფორმაში ამიტომ რავი დასაჯერებლად არ ვამბობ მაგას მაგრამ ერთ საათად არ შევჭამ იმიტომ რომ რავი არ აგონია კუჭზე ძალიან უფრო სწორად კუჭი უფრო მიყვარდეს ვიდრე ჩემი თავი
ცოტა პატელი უნდა ვცე ჩემ თავს. მაშ მესენჯერში რაღაცა იმოდის და ხوار შეწევი. თემუს ამანათები ჩამომივიდა, ოღონდ ჯერ ჩემთან არ მოსულა. გამოსულიაო, გამოსატანაშო და ვერ მოდები. ხო, უსურათ ვიღებ მოკლედ ვიდეოს რა, ვიდეოებს თუ რაცა ქვია. მოხოვის პროცესში ვარ. და ვფიქრობ, რომ დანარჩენ ვიდეოს მაღლა გავაგრძელებ დასაუთავებთან და აი, რა სადღაც ალბათ რომელი საათია 8:30 არის და ალბათ 9 საათზე დავიძინე. და ჩემი ხიკული მოხვევა ხალხმა ძალიან პატარა ასაკში ვისწავლე. ჩემი მეზობლები ერთად ვაკეთებდნენ ხოლმე, დედა ჩემი ბაბო ხშირად ხდებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცა. სუხელებში ვიყურებდი ხოლმე, რომ ახვევდნენ, ვინც ახვევდა. და მახსოვს რომ ერთ-ერთი ამბობდა, რომ მე მოხვევა არის, მე გაგიბრწყელებ და იჩხუბებოდნენ ხოლმე, კოკო, აფრელა ქალმა მოხვევა როგორ არ იცოდეო და მაშინ მივხვდი რომ ქალი რო იქნებით ხო უკვე სირცხვილი იქნებოდა თუ მოხვევა არ მეცოდინებოდა. ხო და აი ბავშვობის ასაკში დავამუღამე მე ქვილის უქონდა ხოლმე და ბაბო რო პურცაცხობდა მაძლევდა ხოლმე სათამაშოდ და პრაქტიკაზე გავდიოდი. მე კუჭებს არ ვაწყვეტავ არც ხინკლისას მეტი არც ხორცს და არც კარტოფილს აი ესე ვაუბრუნე. ხორცს კიდე პატარა ანუ როგორც ამას უკეთებ ახლა კუჭს ისე უკეთებ ხორცისას. და ძალიან პატარა კუჭები აქვს ხოლმე. ძალიან დაბლა არ კიდებ ხეთს რომ ძალიან მიითხლაპნოს და სქელი კუჭი არ გამოვიდეს. აი ჩემი კუჭი. ესეთი პაწეტინე კუჭი და ფიქრისებს სწორად ეს. ეხლა გავშავ, იმიტომ რომ უნდა გამწოიჩოთ. თორე ეჭვი მაქვს დამცხება და ეს დაბანილი ქალი აი საიდან მომაფიქრდა რომ ხინკალი უნდა მეკეთები. საიდან? გადი ქალო წადი დაწე დაიძინე ცოტა ხანი ამა ისუსქე და ამოიქაქანი. არა ძალიან მაგარისა მქონდა აკრეფილი, მაგრამ ატოფრელი ნეტეი დავიჭდა. და მაგრათა ცივა. უფრო მაგრათა გრილდა. ხოდა მოვჩი როგორც იქნა, საათი არის 9 არის ზუსტად. უფრო სწრაფად მოვჩებოდი საფრთხელებელი რომ მქონდეს და დამავიწყდა მე ბარბარე რომ ყავდა წაყვანი დამავიწყდა რომ იყიდა. ეხლა ლილოს ბაზრობას ხო დაუცილებლად ვიყიდი მაგას. აი აუცილებლად ყველა მიზეზ გარეშე. ახლა კამაკ ახლა უნდა ეს ჩექები და რაღაცები რაც არის უნდა გავზიდო ანზე ეგ აქ არ არის ამისი ადგილი და ვისწევ. აუ ხალხნა მართლა უნდა ვიღარ. კუხნა არ ვიცი ხო ფიქრობ დილაზე იყოს თქო. მარტო ფიქრობ ხა რომ აი ესეც საქმილაკია. ყველა ვარიანტი შენ დასაუთვებლებია. საწოლისა დილაზე უნდა მიგაყუდოთ და თან ცოტას დავკეცა. ფიქრობ რომ დილით ადრე რო ავდგები საწოლს მაშინ საწოლი მელანდება. ჭურჭელს მაშინ ვიხედო თქო. ეხა გამოყრი იმას რა ქვია. სარეცხი როგორც იქნა დაამთავრა ცხაჯაშუკის ჩაქრობის პროცესში. ხოდა დავწევ და დავიძინებ. დილით ადრე ავდგები ხვალე. ერთ ხინკალი გავსინჯე უბრალოდ მაინტერესებდა მარილი ხო არა ქონა ზედმეტი არ ხო არ ეკალდა რა. აი წეღად ქვილიანი ხელი ამოვისი ხალხო თვალებში და მე ქალმა დაუბერა და სულ გამევსო ეს ორივე თვალი ამ ფქვილით.
აქ მოვისი უფრო სწორად და შემეყარა. მე მეგონი მიყვარს ალაფრანის სუნი. ხო და ეხლა ვფიქრობ, რომ ოდნავ დაბინდდეს, რომ ქათმები შევყარო და დავწვევი და დავიძინებ და მაგით ვამთავრებ და რავი, საერთოდ არ აყვირის, არც არავინ არ მიმოწმებს, რომ ვაიმე როგორ შეიძლება რომ სარეცხი კი არა და ჭუჭელი დაგჭა. ამიტომ რადგან არავინ არ მისწორებს, ეს ვინ არის? მე-11 კლასის მასწავლებელი რეკავს. კი არა რეკავს რაღაც დაწერა რა უშავ. მე ვნახავ. ხო და ამ სარეცხის დაკეცვის მერე სანამ ვიდეო აიტვირთება და სანამ რა ვიცი ვინმე პანიკაში ჩავარდება, რავი ახალ რაღაცაზე გაუცდება, ვინმე სავარაუდოდ თქვენცა ისევ შენ იქნები და უკვე მართლა იმდენად დამღალა შენმა კითხვა პასუხ, მაგრამ ახლა იცი რა, ყველა ის სასაცილო რა არის, იცი. ანუ ხო პასუხობ და თან გიბრაზდებიან რომ მარტო მაგაზე არ ლაპარაკი, რატომ პასუხობ? შენ დალოცვილო, მე თუ ვიდეო ჩავწერე, შენ ხო იმ თემასთან დაკავშირებით მითხარი რამე. და ანუ არ უნდა გიპასუხო? რა ვიცი. თან ბრაზდებიან, გაიგე? მოხონდაც რა. თუ არა დეხარ ასამ ისე იხვეწები და ბლოკვას და შენ და შენის თანები ვავდგები და დაგბლოკავ. არა ბიჭო ეხლა. იმიტომ რომ სავარაუდოდ ძალიან გაუცებული დარჩი შენ დღეს და ბარბარე. ბარბარი არ არის აქ. ისე რომ ეცადოს ხოლმე რომ ისა შრალი სარეცხი აკრიფოს არა? სუსველებია, გეფიცები არის სუსველი, დრისთვის აკრიფო. ნესტიანი კი არ არის, სველია, აკრიფო. წინასწესი ამიკრიფოს არის. ხო კარგად არის. უთოსთვისაც კი არა ხახმამის დაკეცვა არ შეიძლება. საუთობრაზე რომ მიყვარო ეხა ესე. პირსაწმენდია, მაიკა კიდე ხო ჯანდაბას გაუთვებ, პირსაწმენდით სველია, შანსი არ არის. ჯერ ძლევს მივახწია იმას, რომ კრეფავს. კაია, უკვე შედეგია. ხო. ეხა უნდა უთხრა, ანუ რომ მე რომ გავკიდებ, აი ბოლო შპილკას რომ გავუკეთებ, ზუსტად იქიდან იწყებს და აკრეფავს. უნდა უთხრა ხლა ეს ხო კიდია ეს. ხო კიდია ეს, ნინოს მაიკა. აი როგორც კი გავუკეთებს ის აცლის და შემოაკ. აბა ესე ქენიშვილო, აბა. ეს სველი ჩვეულებრივ. ეს არის ლორთხი. აბა დაინახე. გვერაი ქარო. აბა დაინახე. რაღაცა პირდაპირ ეხლა რომ გამოვიღებ, რაღა ბავშვი ვაწვალო. ეხლა რომ გამოვიღებ სარეცხის მანქანიდან, პირდაპირ შემოვიდა და დავყრია საწოლზე. თან საწოლზე ყრია. ხალ აღარ ვიცი შპილკით მოაკ. აღარ ვიცი ქალმა ნესტი საიდან გავიტანბე, სველის მოაკ და პირდაპირ საწოლზე მიყრის. აღარც თირკმელა მივარგა, აღარც ფილტვი და აღარც არაფერი ამ ნესტისგან. ეს ხელს მიწყობს. დედა გენაცვალოს, როგორ უცბად უნდა რომ მოგიყოს ბოლო. ყველაფერი სველია, ქალო, ეს როგორ და ეს ხა ჯერმოვი. ნინო ეს საერთოდ ვინ შემოიტანა? არ ვიცი. დაშცი. ჩაუწიე თორე ხლა ჩარლი ჩაპლინის მუსიკაზე დამადუმებენ მე აგეი. ეს არის თეთო. აიმე, გაიხედეთ ბარბარე მოდის, ბარენ. ვინ არის? ბავშვები რეკავენ კლასში ჩატში. მომიტანი აქ წინაზე, ვაიმე კინაღამ გავრეკე ყველა ჩატიდან გამოვიყვანე. ვინ ბავშვი რეკავს? მომეცი აქ მე თვითონ ვნახავ. აქ ხონათიაც არის. ხო და მე რა ვიცი შეტო. დაიწიე მე ვიზავ ხარ ამას. წინაზე გამოვიყვანე ყველა ჩატიდან. და იმდენად მართლა ტვინი აქვს წაღებული ზოგიერთს, რეკავენ. ეხა იცი რას ვიზავ? აქედანაც გამოგიყვანია ესე და ნათიას მივწერ რომ ჩატიდან გამოვიდა ნინო. იმიტომ. всё, აღარ ახარ არც ერთ ჩატში.
გავმოვდი. ეხლა რეკონდა იყო. წინაზე გეფიცები დავწექით, გული გამისკდნენ შუაღამისას ვინ არეკავს, მე ვიღაცა ბავშვს ჰქონდა დარეკილი, ან რას აკეთებენ იმ შუაღამისას მაინტერესებს. საერთოდ არ არის აუცილებელი ჩატი რო გქონდეთ. ცოტა ხანში მესენჯერიც არ გექნებათ. ეგეთ რაღაცებზე მეკეტება რა. 200 ერთს კარტოფილი ერქვა, ერთს ხინკალი ერქვა, ერთს რავი ტყემალი ერქვა, კიდე რა გერქვათ შვილო? წვადიც ვიყავით. ყველა სუფრის იმიდან გამოვედით. სახელწოდების ჩატიდან. ეხლა ნათიასთან ერთად რო არიან, იქიდან არ ავთვლი რომ საჭიროდ იყოს. თან კაი ხო, ნათიაც დაეთახვა რომ რაღაცა კაი. ქალი რამის არის ხეივაზე დაეკონციალოს ხან. ვაი მე ბარბარეს ველოდები, ბარემ გაბრაზებული ვარ რა, ბარემ მოვიდეს ერთი. ბარემ მოვიდეს ეხლა რა ესეთი ხო ღირსია რომ გავიტანო და გავაკიდინო ხო ღირსია და მეც აღარ მაქვს ნერვები რა. წაველი გავფინო ხალხო დილანდელი გაფენილი, წუხანდელი დარეწყილი, დილანდელი გაფენილი, მე შებუტანილი, დაყრილი და ეხლა გავიტანო, გავფინო. აღარ მაქვს აღარც ნერვი, აღარც ისა და გვანცა მეუბნება, რატომ პასუხობო? აღარ მაქვს ნერვებიო. აი. რატომ პასუხობ? შემომხედე, აღარ ვიცი, საიდან ისაუქნა და 9 ჯერ გაფენილს არის 9 ხნიდან მაფენილი და რატომ პასუხობ? მარას გავაკეთებ. ვიღაცაზე ხომ უნდა ვიყარო, ჩავრია, բայց იმიტომ რომ ისა და მაბანოდან ამოა გადამივლის. წავედი. ხვალამდე.